ჯგუფის სახელით, რომლებმაც გადავწყვიტეთ გასაბჭოების დღე, ეს ტრაგიკული დღე 25 თებერვალი აღნიშნოთ აქციით. სწორედ ამ აქციაზე მინდა 2 სიტყვით მოგახსენოთ. ეს აქცია ჩატარდება ხვალ ვარდების მოედანზე ვიკრიბებით 18 საათზე და 19 საათისთვის გავდივართ ორგანიზებული ავტოკოლონით ტაბახმელის მიმართულებით, სადაც მოგეხსენებათ არის იუნკერთა მემორიალი. ამ ღონისძიებას შემოუერთდა რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა სიას მოგვიანებით გადმოგცემთ დაინტერესების შემთხვევაში. იქ ადგილზე გაიმართება სხვადასხვა, ესე იგი, უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას, გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის ერთ-ერთი არის გავრცელდება მიმართვა დღეს ეგზომ, ესე იგი, აქტუალურ თემაზე, როგორც არის უკრაინის თემა, მოგეხსენებათ იქ განვითარებული მოვლენები. ჩვენ თვლით, რომ ეს ერთგვარად ეხმიანება ერთი მეორეს, ვინაიდან ეს არის ერთი ჯაჭვის გაგრძელება, ის ოკუპაცია, რომელიც 21 წელს განხორციელდა, გრძელდება დღემდე. საქართველოს 20%-ზე მეტი მოგეხსენებათ ოკუპირებულია. რუსეთი ახდენს ზეწოლას პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე. ერთ-ერთი ესეთი მაგალითი უახლოესი უკვალოდ რამოდენიმე დღის წინანდელი არის უკრაინის მოვლენები, სადაც მოგეხსენებათ ეს შიდა დაპირისპირება იყო იმითი ნიშანდობლივი, რომ პირდაპირ კრემლიდან იღებდნენ, ასე ვთქვათ, დავალებებს ეგრეთ წოდებული ბერკუტელები და ხრეწდნენ ხალხს. სწორედ აი მასაც გვინდა შევეხმიანოთ ზოგადად, ანუ ჩვენ გვინდა ამ აქციით უსვამთ ხაზს იმას, რომ გვახსოვს ისტორია და უნდა გვახსოვდეს ეს ისტორია, მისი შეცდომები აღარ უნდა გავიმეოროთ, რაც დაუშვით და აი ესე ამგვარად უნდა გაუმკლავდეთ თანამედროვე გამოწვევებს, თანამედროვე საფრთხეებს, რომელიც არსებობს, ასე ვთქვათ, ჩვენი სახელმწიფოს წინაშე. ამ ჩვენს აქციას დავარქვით ესეთი სახელი პოეტური მეც არასავთხოვ საქართველოს. ეს გახლავთ გრიგოლ რობაქიძის წინა სიკვდილის წინა ნატრა, რომელიც ციტატას წაგიკითხავთ. როცა მე ამ სოფლად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთის წიფობის ჩემი დაბადების თვეში, სანთელს ანთებდეს და ლოცვის ახსენებდეს ჩემს სახელს, მეც არასავთხოვ საქართველოს. აი ეს სიტყვები დაედო საფუძვლად, ასე ვთქვათ, სათაური წაუმძღვარეთ ამ ჩვენ აქციას, ვინაიდან ეს ასახავს რას, ანუ ჩვენი წინაპრები, ისინი, ვინც თავი დადეს სამშობლოსთვის, ვერ გადაარჩინეს იგი ოკუპაციას, მაგრამ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს ოკუპაცია არ მომხდარიყო. ეს ადამიანები ჩვენგან არაფერს არ ითხოვენ, ერთადერთი მათი სულების მოხსენიებას და მათი დანატოვარის და გზის გაგრძელებას. ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, სანამ ის არ დასრულდება ლოგიკური შედეგით, ანუ საქართველოს იმგვარი დამოუკიდებლობით, რომ მოვწყდებით საბოლოოდ აი ამ საბჭოთა, რაც უკვე არასაბჭოთა, მაგრამ იგივე სამართალმემკვიდრე რუსეთის აი ორბიტას და ჩვენს თავისუფალ არჩევანს ხორცს შევასხამთ, ისევე როგორც ეს აი წარმატებას მიაღწიეს, თუმცა კიდევ საფრთხეები კიდევ აქვს, მაგრამ აი რაც მოხდა 2 დღის წინ უკრაინის, ასე ვთქვათ, მეიდანზე. აი ეს მინდოდა მეთქვა შესავალში, დანარჩენს ჩემი, ასე ვთქვათ, თანამოაზრეები და თანამებრძოლები მოგახსენებენ. ირაკლი ლექვინაძე. არა, ამჟამად უბრალოდ მოქალაქე. საინიციატივო ჯგუფის წევრი. მოგესალმებით. აქ ირაკლი თავარი თქვა, ილაპარაკა იმაზე თუ რასთან დაკავშირებით და
როდის იგეგმება ჩვენი ინიციირებული აქცია. თავარი ის არის, რომ ეს ტრაგიკული თარიღი 1921 წელს 25 თებერვალს მოგეხსენებათ ჩვენი იუნკერები დაეცნენ ჩვენს მარადიულ მტერთან ბოლო 100 წლის განმავლობაში, ყოველ შემთხვევაში ჩვენს მტერთან უთანასწორო ბრძოლაში. ის რომ ისტორიული მეხსიერების არქონა საზოგადოებისთვის, ერისთვის არის დამღუპველი და ტრაგიკული, ეს არაერთხელ გვიჩვენა ჩვენმა ისტორიამ, იმიტომ რომ თავის მოტყუება და დათვი რომ მოგერება ბაბაია და დაუძახე აი ამ ლოგიკით ცხოვრება არის წარმოუდგენელი. არავინ არ ითხოვს 100 მილიონიან მეტ 140 მილიონიან რუსეთთან შერკინებას, მაგრამ არის თემები, სადაც ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვმართებს არა მხოლოდ პრინციპულობა, არამედ გაანალიზება ისტორიის, რა მოხდა და რა შეცდომები აღარ უნდა დაუშვათ სამომავლოდ, რომ ღირსებად შევინარჩუნოთ და რასაკვირველია მინიმალური ესა ჩვენი ეროვნული სხეულის მინიმალური ზიანი მივაყენოთ და მივიყენოთ. ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ პრინციპში ირაკლიმაც ახსენა უკვე ეს თემა, ის რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ უკრაინაში, ეს არის პირდაპირი გაგრძელება იმ თემის, რომელიც დაიწყო საერთაშორისო არა 1921 წელს და უფრო ადრე, მაგრამ 21 წელს მოხდა ის, რის შემდეგადაც საქართველოს ხელმეორედ დაკარგა სახელმწიფოებრიობა და რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნისგან განსხვავებით ჩვენ არა მხოლოდ ხელმეორედ დავკარგეთ 1921 წელს სახელმწიფოებრიობა, არამედ ჩვენი ერის საუკეთესო ნაწილი მასიურად ამოჟლით ეს ბოლშევიკებმა, რაც ნაკლებ ხარისხში იყო, მაგრამ ნაკლებ ხარისხში იყო მეფის რუსეთის დროს. ასეა თუ ისეა, ფაქტია, რომ რუსეთის იმპერია არის ჯერჯერობით ცოცხალი, იბრძვის და ებრძვის ყველას, რითიც შეუძლია ნებისმიერი იარაღით, ვინც არ არის თანახმა მისი ესეთი თვალუწვდენელი იმპერიის ნაწილად ყოფნისა. ის ლეგენდები, რომ რუსეთს რაღაცა შეიძლება რუსეთი მოატყუო, რუსეთს დაუშვათ რაღაცა გამოსტყუო შენთვის იმ გაგებით, რომ ის რაც მინიმალურად მაინც არის დაინტერესებული რუსეთი ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში, ეს ჩვენ მე მგონი არაერთხელ გვანახა ისტორიამ. ყველაზე ტრაგიკული არის ის, როდესაც ეს ისტორიული მეხსიერება ეკარგება. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ის რაც მოხდა უკრაინაში არა მხოლოდ აბსოლუტურად რელევანტური პარალელია 21 წლის 25 თებერვალთან, იმ ხრივ რომ იმპერია აკეთებს თავის საქმეს და ამას ეწირება ერის საუკეთესო ნაწილი, არამედ რაღაცაში იმაშიც კი გავს წინა უკრაინის მოვლენები 25 თებერვლის მოვლენებს 21 წლისას, რომ იქაც ერი მცირე ახალგაზრდა ბიჭების იმედზე დადგა, თავისი ყველაზე ნორჩი ნაწილი შეაკოდა, საქართველოს ყველაზე ნორჩი ნაწილი. ასე იყო უკრაინაშიც, იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ, რომ აი ამ ტრაგიკულ 20 თებერვალს, იქამდეც ხო 3 თვის განმავლობაში რაც ხდებოდა ვიცით, მაგრამ 20 თებერვალს უმრავლესობა დაღუპულების იყო 20 წლამდე მიუღწეველი ხალხი. ანუ რუსეთის იმპერია განაგრძობს თავის საქმეს და ჩვენი სამოქალაქო და ნებისმიერი მოვალეობა არის, რომ აღუდგეთ იმას, რაც აქვს ჩაფიქრებული ამ ქვეყანას და რასაც ახორციელებს მეტნაკლები წარმატებით, აგერ უკვე 200 წელზე მეტია. მოგიწოდებთ ხვალ შემოგვიერთდეთ 6 საათიდან 7:30-მდე ვარდების მოედანზე ჩვენს და არა მთელი საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე აქციაში, რომელიც მიზნად ისახავს 1921 წელს 1921 წლის 25 თებერვალს ჩვენი დაღუპული იუნკერების ხსოვნის პატივისცემას. მადლობთ ყურადღებისთვის. საათიდან 7
18 საათიდან შეკრებას დავიწყე. 17 საათზე 6-დან 7:30-მდე ხო? 7-ზე კოლონა გავა. მაია ორჯენიკიძე. ანუ ვინც საკუთარი სუზუკი ავტომობილით იქნება ისინი წამოვლენ ავტომობილებით, მაგრამ ფეხით მოსიარულეთა ვისაც ავტომობილი არ ყავს, მათთვის იქნება უზრუნველყოფილი ტრანსპორტი ავტობუსის სახით. დიახ, მოგაცნობთ რამოდენი მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი ვართ, მაგრამ შემოგვიერთდნენ სამთავრობოები, რომელთა შემდგომ გაერთიანება. თან არა მაქვს ხელს. ბევრი არიან სახელწოდებები არ მახსოვს ეს არ მოგაწოდეთ. უკაცრავად მე ხო აღარ ვიმიღებ. შეიძლება დავიწყო. მოგესალმებით. ჩემო კოლეგებმა ვრცლად ილაპარაკეს 21 წლის 25 თებერვლის მნიშვნელობაზე და მე ბევრი არაფერი დამჭადა სამატებელი. უბრალოდ ერთ რამეს ვიტყვი. აი უკვე თითქმის 100 წელი გავიდა მას შემდეგ. მაგრამ მტერი იგივე დარჩა და პრობლემები პრაქტიკულად იგივე დარჩა. ეს თარიღი საშინლად ტრაგიკული იყო ჩვენი ერისათვის და მე არ მინდა, რომ იგივე ტრაგედია საქართველოსათვის გატრიალდეს წელს, როდესაც ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. ის რაც მოხდა ევრომაიდანზე, ის თავისუფლად შეიძლება განმეორდეს საქართველოშიც. და მტერი ჩვენ ყოველთვის გვიყურებს რამდენად ერთიანები ვართ, თუნდაც იმ მოთხოვნაში, რასაც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს თავისუფლება ჰქვია. აი თუ გადავხედავთ მაგალითად რუს პოლიტოლოგების ნაწერებს, თითქმის ერთი ერთზე ყველა იმეორებს ერთი და იგივეს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა სცადა, ასე ვთქვათ, გამოეყენებინა რამოდენიმე ვარიანტი საქართველოში 92 წლის გადატრიალების სახით და ასე შემდეგ, პრაქტიკულად არავითარი რეზულტატი არ მიუღია. ანუ საქართველოს სწრაფვა ევროატლანტიკური სივრცისკენ და ევროპული ღირებულებებისაკენ მაინც დარჩა. ერთადერთი ვარიანტი ამ პრობლემის, ასე ვთქვათ, გადაწყვეტისა მათთვის, როგორც მათ მიაჩნიათ თითქმის უმრავლესობას, ეს არის საქართველოს სრული დეზინტეგრაცია და განადგურება. და აი ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რამდენად ერთიანი ვიქნებით ჩვენ. აი 25 თებერვალი ჩემის აზრით, ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არ არის ვინმესი რამეს დღე, რაიმეს აღნიშნვის დღე, გარდა ჩვენი სრული ეროვნული ტრაგედიის აღნიშვნისა კიდევ ერთხელ და მოხსენიებისა იმ ახალგაზრდების სრულებისა, რომლებიც შეეწინნენ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. და ერთი რამ მინდა დავამატო. დღეს საზოგადოება, მოდით, დასამალი არაფერი არ არის, საკმაოდ პოლარიზებულია. კიდევ მინდა გავიმეორო, რომ მოდით ხალხო, ნუ მოვძებნით იმას, რაც გვაშორებს ერთმანეთს. გადავდოთ გვერდზე ვინმე სიმპათია, ანტიპათია, ჩვენ ხო ქართველები ვართ სულ ყველანი და ვაკეთოთ ერთიანი ქართული საქმე და ერთ-ერთი გამაერთიანებელი ჩემის აზრით რაც იქნება, ეს იქნება 25 თებერვალი, რომელიც თითოეული ჩვენთაგანისთვის ეჭვი არ მეპარება ტრაგედიაა. ამასთან ჩვენი ორგანიზაცია შემოვდივართ